ერთი მთავარი რაც არის, ესე იგი, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ რამდენჯერ დაანონსა უკვე, რომ პროტესტი გაქრებოდა 20 იანვრიდან მოყოლებული, არაერთი თარიღი იყო, რუსთაველზეც არაერთხელ ითქვა, რომ უნდა ალაგმოლიყო ის, რაც იქ ხდება, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ პროტესტი არ სადარგრება და პრინციპში ამის პერსპექტივაც არ ჩანს, ხო, ხალხი მუდმივად გამოდის, ყოველთვის აქტიური არის. აი ხა თქვენ საუბრობდით ანასტასია ზინოკინას, არტემ გრიბულის და ანტონ ჩეჩინის საქმეებზე რამდენიმე დღის წინ მათთან მიმართებით იყო სპეციალური აქცია, რომელიც უზენაეს სასამართლოს გვერდზე გაიმართა, რომელიც აი მცრუ მოწმეებს, თარჯიმან მცრუ მოწმეებს ეხებოდა. ეხლა 23-ში არის სპეციალურად თქვა აი ამ 300 დღის, ასე ვთქვათ, აღნიშნული აქცია, სადაც ველოდებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. 25 სექტემბერს შემდეგ ვახორციელებთ უკვე ნინო დათაშვილის მხარდამჭერ აქციას, იმიტომ რომ იცით, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია მისი მდგომარეობა. სადისტურად ექცევიან ამ ადამიანს, ისევე როგორც ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ქალებს და თან ამ ადამიანს, როცა ეხლა ის პატიმრობაში დატოვება წარმოუდგენელია. არაფერი არ გაითვალისწინეს, ხო, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაფერი. ეხლა ანასტასია ზინოკინაზეც თქვათ, კიდევ ერთი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ვიცით, რომ ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძიმე არის. შემდეგ უკვე 27-ში სოხუმის დაცემის დღეს დევნილები და ძირითადად, თუმცა რა თქმა უნდა მთელი საზოგადოება ასევე კიდევ ერთ აქციას მართავთ. ამიტომ დატვირთული საკმაოდ ის არის, რა ქვია, პერიოდი არის და საზოგადოება არაპირებს, რომ გაჩერდეს იქამდე, სანამ რეჟიმი არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ამას ჩვენ ყველა ერთად მივახცევთ. ეს უკუძალას არ დაუკარგავს პროტესტს, რომ როცა თავს გესხმიან, მე უფრო მეტი ადამიანი გამოდის უსამართლობის გასაპროტესტებლად მელიქიშვილის პროცესმა გვაჩვენა ეს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ როცა რეჟიმი მოდის თავდასხმაზე, უფრო მეტი ადამიანი გამოდის გარეთ, აი ეს ვერ მოშალეს ამდენი. კი, და ამას მეგონი თვითონაც ხედავენ. ამიტომაც, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ხო ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ისინიც თქვათ ფთხილობენ, ხო, იმიტომ რომ ისინიც ყველა ჯერზე ბეწვის ხიდზე გადიან, მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ცეცხლთან თამაში არის, ხო, როდის იფეთქებს ეს პროტესტი, ეს წინააღმდეგობა და იმიტომ რომ ხალხს ისედაც ხელში აქვს ამოსული მთელი მათი ეს რაღაცა ქმედებები და როდის იფეთქებს თვითონაც არ იციან, ხო, იმიტომ რომ მithumetes ხედავენ, რომ ნებისმიერ მათ რაც თქვენ თქვით, უკუ რეაქცია აშკარად აქვს და ხალხი პროტესტი ცოცხალია, როგორც არ უნდა ეცადონ, აი 500, 300, 200, 100 ადამიანი წარმოგვაჩინონ, ხედავთ, რომ რიგ შემთხვევებში გამოდის ძალიან ბევრი ადამიანი და 500